მოგესალმებით ყველას. ვართ სიონის წყალსაცავზე. შეჯიბრება გვაქვს დღეს კლუბი მეტეორის რიგით მესამე ჩემპიონატი. აი როგორი მშვენიერი დილაა, როგორი ხმებია. აქ ყოფნა ერთი სიამოვნებაა, ესკურსია ტურნირია. ჯერ ადრეა 5:30 და შეკრება მიმდინარეობს. შევიკრიბოთ. მოგესალმებით ყველას. როგორც იცით, დღეს გვაქვს კლუბი მეტეორის რიგით მესამე ჩემპიონატი რეიტინგული, რომელიც გაიმართება სიონის წყალსაცავზე. ისეთი ცუდი ამინდები იყო ეს დღეები, დღეს თითქოს ჯერჯერობით პატივს მცემს ამიდი, ნახოთ ესე თუ გაგრძელდება. დღეს შეჯიბრზე არის 65 ადამიანი სით. მე ამოვიკითხავ ეხა სიას, ვით სახელ და გვარსაც გამოვაცხადებ, გამოვიდეს და ესე SOS ფიშინგისაგან დაწესებულ ყანყალას ამოიღებს ერთ წელს. უგუღმადებს და ესე რანდომად. არ უნდა ვიგეკოთ შიგნით. ქვევით ჩასვლა გვექნება მე ერთად და როცა ჩავალთ თევზაობას არ ვიწყებთ, ერთიანი სტარტი იქნება ქვევით. გაიცვი ხო რა? დავიწყოთ. ბებიაშვილი გიორგი. ვინც არ არის აღნიშნა. სისაური ლუკა. ასათიანი ვახტანგი. დავიწყეთ ჩასვლა, ფეხით ჩავდივართ. წყალსატევამდე კილომეტრი და 200-ია გასავლელი. მანქანითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ქვევით ძალიან გაფუჭებულია გზა და ამიტომ ჩავდივართ ფეხით. რათა ვინმე შემთხვევით იქ არ გაიჭედოს, მე შეჯიბრი არ დაგვიანდეს. და ჯანმრთელ ცხოვრებასაც შევუწყობთ ხელს. მოვედით. აი, ბიჭები ქვევით არიან უკვე. დაახლოებით 20 წუთში გვაქვს სტარტი. სექტორი არის დაახლოებით კილომეტრ ნახევრიანი. ერთი შამაია არის ერთი კულა. დაიწყო შეჯიბრი. ნახოთ ჯერჯერობით რამოდენიმე მკაშაპი დაიჭირა. სექტორი წება იმ ადგილიდან, ახლა ჩავალ და მე გამოყვები მეორე სექტორის ბოლომდე, რომელიც არის კილომეტრ ნახევარში. აქ სრულდება სექტორი, უბრალოდ აქედან იწყება. აქეთ გაიხსნა ანგარიში, ჭანელიძემ დაიჭირა ერთი, ხო? აი, ერთი შამაია. დავიწყოთ ჩაწერები. ჭანელიძე. ჭანელიძე გიორგი. ერთი წელი. ვნახოთ ეს შამაია. ჩავწეროთ. ბატონო. კლასიკური ზომის შამაია. შენი ნომერი ხო არ გახსოვს? შევუჭიძე. შენი ყავი ხელზე ჩაგწერ. იოდ. იაკ, ერთი. ნახოთ. შამაია გი. კაი გაუშვი. ჩავწეროთ ერთი. შენი ნომერი ხო არ გახსოვს? ნომერი? ხო. არა. სახელი მოხსენე? მამალაძე ნიკა. მამა
მამალაძე ნიკა. 13 ყოფილიყარ შენ. ერთი შამაია, გავუშვათ იქ. რო დაიჭერ წყალში ჩადები ხოლმე ბადით, რომ არ მოგდეს მე უშვებს. ეს სახელი გვარი? საბაკოპლაძე. საბაკოპლაძე. ნახოთ. იმიტომ რომ ზოგი იმდენად გავს იმას ქაშაპს. უბრალოდ ზოგი ქაშაპი შამაიას. მაგრამ ეს პიტკინათევზი არის შამაია თან აი ჩვენი ზომის. აუშვათ. წამი. არის პირდაპირ ეთერში ამოყავს ეს ქაშაპი იქნება. საზან. ფრიტა ყოფილა. კარგია. უღაშვილი +1. ანამ ცოცხალია. მანახე, ოხ. კარგია. შამაია. შამაია, ჩათვლი. გავუშვით. მაინტერესებს შენ და აი ეს სახელი გვარი? ნიკოლოზმა დაიჭირა. იბატონო შამაია, გავუშვი. ესე არ დადა ჯოხი. ვიღაცა გაივლი. წავიდა, შენი ნომერი ხო არ გახსოვს? 35. 35. თორდია ნიკოლოზ. 1. ერთნაირად ნაპრისინაირი ყანყალა. ხუხაშვილი +2. აი, აქეთ დასვა თევზია სათიანმა. ახლა ქაშაპი და რაღაცა არ დამანახო შახუ, გაიზომოს. როგორ გეკადრება? შამაის ტურნირზე მხოლოდ შამაია. კარგია. ასათიანი ვარ. თქვენ თვალწინ უშვებთ? გავუშვით. აგე. სვაბოდ. კარგია. რატომია? +1. აქ რაღაცა დაბუღამებას აქვს ადგილი. დაუშვოთ ბოტონები. თან სულ დიდ ზომებს. ამაზე პატარა თქვენ არ უნდა დაიჭიროთ. კი ბატონო. გავუშვით. ვეცდები აუცილებლად. ასათიანი ვახტანგი +1. ახლა თევზის შესანახებადი ესეთი გაქვს. ეს ერთი სირცხვილია ახლა მაგაში. ნეტა სულ არ წამომიღო. აი გავუშვი. შევწეროთ. მიერიძე. ერთი წელი. მივდივარ სექტორის მეორე ბოლომდე. აქეთ ორი მონაწილე არის მხოლოდ გადმოსული. ნახოთ აბა თუ აქვს შედეგი. აქ სრულდება სექტორი. აქეთ არ ყავთ თევზი. დავბრუნდეთ სექტორის დასაწყისში. ანუ უმეტესი მონაწილე ძირითადად არის სექტორის პირველ ნახევარში და იქ ბევრს ყავს დაჭერილი. თევზმა რატომღაც ის ნაპირი უფრო აირჩია. ნახოთ ეხლა უკვე 10 საათი დაიწყო. წესით ყველაზე აქტიური პერიოდი იწყება შამაის დასაჭერად სვინინგით. აგდე. გავუშვი. შემახსენე. კიშელაშვილი გურამი, ხო? კიშელაშვილი გურამი, ერთი წამი. აი, კარგია. გავუშვი? არა, იქით გაჩერებული. მე-7. რა ხდება იქით? რაფერს აი. მე-7 ხარ შენ? კი ბატონო. ლევან. ნორზალოვი ლევან. მე რა ერთი რა მაინტერესებს. გავაგრძელოთ აქეთ. თაბერზე ბაჩო, დაბარსული ყავს. რამდენი? ეს ჩანთეა თუ გასაშვები? ეს ფენგოს მომაჩვი. ცოცხალია. ორი. აი, ცადეთ უცავა რაღაცა ზოდა დეთბილათა. ვერ წავა მაგ. შენ ხარ. თუზ ბაჩულიოს ორი. იქ ვიღავი. ოჩახ. რაღაცა მიუგენი შენ გატარებას. ერგია.
გავუშვებარემ ეგ და ჩავწეროთ. ნურზალოვი ლევან პლუს კიდე 1. აი ეს ასათიანმა კარგი რაღაცა ზომას მოუგელი შენ ცოტა. კი, წინე უკეთესები იყო ნამდვილად. ხო არ მომასვენა. ახ ტანგი მე კიდე. ეს ნიჩეო. არა, მაინც პატარაა ჯერჯერობით. ვეცდებით რომ გავაუმჯობესოთ. კარგია. არ დავაზიანოთ, რაც თავარია. გავუშვათ. ჩავამატოთ. პლუს 1. ლევანემ დაბარსა. და სასლო. რა ხოლმე გადავუყლებია. ოპ, ბადო. რა ხდება რაღაც წამოაყარა? ესე იგი თასოშვილი პლუს 1 და ასათიანიც. ასათიანი ისევ პლუს 1. აი, თუ არ მოდის. დაბარსულია. კარგით გავუშვით. აზრია რა აქ რო გაუშვა მე რა ისისმა? ხალხმა. არა, როუშამაკა. ჭელიშვილი საბა. ეს უკვე გარი. ორიგი თევზი. რამდენი ხარ? 30. თორნიკი. კი. ისე პირველი თევზია, ხო? კი. 1 უშვი. კარგია. ება. შეხედე. პირად სიტუ დაიჭირე. შეხედე, შამა. შამა დაიჭირა პაცაცია ლევანი. შავწეროთ პაცაცია ლევანი პლუს 1. ამოვიდები ქარს მოყვა, მე რა. აი, დაბარსა ისევ. სადა აქ ხარი? წაწული მტონისა. თორნიკი ხო? პლუს 1. კარგია. ეს თორნიკი გაგასწრებთ ახლა ყველას. თევზი ვალკეინის ყანყალამ დაბარსა. დაპარსა. სასწაულა. აბადონჩი. კარგია, უშვი. ასეთიანი ვახტანგი პლუს 1. აქეთ მორიგი თევზი დაბარსა. კი ბატონო გაუშვი. ხარე. რა ხდება? დაიჭირეზიო. აი იქეთ კიდე თევზი. ნახე ყველას თევზი მოყავს. კაი, უცებ ახლა ჩანელიძე გიორგი პლუს 1. გურგენიძე ლევანი პლუს 1. ზევიშვილი ზიადი 1. გავუშვი. კარგია. აი იტებ თევზით. კარგია. გადავიდგონდეს. შენ ნომერი გახსოვს? არ მახსოვს ხუთელიანი ვარ ყურაც 40 არის ეს. ხუთელიანი. 41. ხუთელიანი ლუკა. 1. ეგია, გავუშვათ. აქეთაც თევზია. კარგია, უშვი. შენი ნომერი გელიაშვილი 23-ან მე-4. ესე იგი მახსოვს. აი მგელიაშვილი ვარ 36. პლუს 1. კარი გაძლიერდა, წვიმა დაიწყო, მაგრამ ჭერა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა, თითქოს მოეწონა ეგ კარი და ცუდი ამიგი. ძალიან საინტერესო გახდა. წამოიწია რამოდენიმე მონაწილე წინ. ისეთი ძალიან დაძაბული ვითარებაში მიდის შეჯიბრი. დაახლოებით საათზე ოდნავ მეტი რჩება დასრულებას. ოჩახ. აი, მალადეც. ოჩახ, მორიგი დაპარსული. პლუს 1. შეჯიბრის დამთავრებამდე რჩება 15 წუთი. აქ ფოხაშვილმა დაამატა. კი ბატონო, გაუშვი პლუს 1. ფინიში!
მორჩა. ავდივართ ახლა ყველა ზევით შეკრების ადგილას. დავითვლით შედეგებს. გავათამაშებთ პრიზებს და დავაჯილდოვებთ პრიზიორებს. წავედით. მორჩა შეჯიბრი. ეხლა მიმდინარეობს შედეგების დათვლა და დაიწყება დაჯილდოვება. ჩვენი სპონსორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ეს არის ფირმა ალტაროცი, ფირმა სელექტი, ფირმა SV Fishing-ი, ფირმა ინტეჩი, ფირმა MT Baitsi, ფირმა Favorite, ფირმა Flash Lures-ი, ჩვენი კლუბი მეტეური. დაგვიწესეს პრიზები, ანუ პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის. და ასევე ჯერ დავიწყებთ გათამაშებით. ფირმა სელექტმა დაგვიწესა 3 ჯოხი, რომელსაც ახლა კენჭისყაზე გავათამაშებთ. და მე გამოვავლენთ პრიზიორებს. მოკლედ მორჩა ჩვენი შეჯიბრი ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და მე სანამ გადავიდოდე პრიზიორებზე რაღაც ეჭვებია ჯერ და ყველაფერს აეხტება ფარდა. პირველ რიგში უნდა გავათამაშოთ 3 წალი ჯოხი, რომელიც დააწესა სელექტმა შემთხვევითობის პრინციპით. ანუ ამოვიღებთ კოჭას და რა ციფრიც ამოვა, რიგითობით მინიჭებულ ნომერი გაიმარჯვებს და გადაეცემა ჯოხი. ნომერი 28. 28. შვიდობაძე ზუკა. ილოცა. გადმოგეცა ჯოხი. კარგია. ამოაღებია მოურია კარგად ამოიღოს მეორე. თვითონ ამოიღოს. 34. უტალაძე გიორგი. იმენაც მაგაცას აურიგა ჯახა. მესამე. 12. მამალაძე დავითი. ილოცავ, გადმოგეცემა ჯოხი. მადლობა. შენც მადლობა. ჯოხებს იგებ აგ მაინც და. ახლა გადავიდეთ უშუალოდ პრიზიორების დაჯილდოვებაზე. დავიწყოთ მესამე ადგილით. მესამე ადგილმა დააგროვა 8 ქულა. ვლადიმერ ალანია. ილოცავ. გადმოგეცემათ ციგელი, გადმოგეცემათ მედალი და ცოტა მოგვიანებით პრიზები. გილოცავთ დამსახურებულად. მეორე ადგილი და პირველ ადგილს შორის ბოლო მონაკვეთებში იყო ძალიან დაძაბულობა. ბოლო წამამდე თევზაობდნენ. მეორე ადგილი დაიკავა ადამიანმა 12 ქულით. ასათიანი ვახტანგი. რომელმაც დაპარსა ტურნირის მეორე ნახევარში უფრო გილოცავ. გადმოგეცემათ მედალი და პრიზებზე ცოტა მოგვიანებით მოგზანდით და წონით დავხიკოთ. წასულა პირველი ადგილი. გამორცხოთ გასა. პირველ ადგილზე გავიდა, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ძალიან განსაკუთრებული, ანუ ბევრ მონაწილესთან ერთად იდგა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ეს ადამიანი იჭერდა თევზს. იყო იგივე სატყუარების რაღაც მომენტში და მაინც, ანუ ეს არის უკვე რომ გამოიცნო რაღაც გატარება. და ეს ერჩივნა აშკარად თევზს. დილიდან დაწყებული ვიტყოდი ბოლომდე დომინირებდა 19 ქულით ფუხაშვილი თანგო. დიდად სურპრიზი არ იყო მგონი. სიმცით მოიგო 7 ქული. გადმოგეცემათ მედალი და პრიზებზე მობრძანდით შემდგომ. მოკლედ ამით დასრულდა დღევანდელი შეჯიბრი. შემდეგი გვექნება დაახლოებით ეს ერთ თვეში. უბრალოდ რაღაც ცვლილება გვაქვს და ზუსტად დავწერთ წინასწარ რა ადგილას იქნება 15 დღით ადრე დაახლოებით.
ეხლა პრიზიორებს ვთხოვ რომ მოვიდნენ, გადავიღოთ სურათები და ეს არის ჩვენი დღე. პრიზიორებს ხო გადავიღოთ ერთი.